განსაცდელი დაუნებელი ჯანსაღმების საკითხებში დღევანდელი შეჯიბრი იქნება შეჯიბრი პროექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეხმიანება სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვებითი ჩვევების საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების ჩართულობა, ვინაიდან სწორედ ჯანსაღი კვება, სურსათის უვნებლობის საკითხები, ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს ის საკითხებია, რომელიც ემსახურება ადამიანის და მით უფრო მოზარდის სრულფასოვან განვითარებას, მის სრულფასოვან წინსვლას, ვინაიდან მოზარდი აუცილებელია იყოს ეფექტური სწავლის პროცესში, ეფექტური სოციალურ ცხოვრებაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, დონორ ორგანიზაციას, პედაგოგებს, არაჩვეულებრივ პედაგოგებს, ოდიშის სკოლას, მეორე საჯარო სკოლას, ჩემთვის როგორც ჟიურის წევრისთვის ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება და რა თქმა უნდა, მადლობა დღევანდელი დღის გმირებს, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, რომლებმაც ძალიან კარგად, ძალიან მოკლე დროში აითვისეს მასალა და დღეს არაჩვეულებრივად წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა პროექტი სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, გაგვაცნეს პრეზენტაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მათი ხედვები. დღევანდელი დღეს ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ სურსათის უვნებლობა გვეხება ყველას და ეს კონცეფცია ფერმიდან სუფრამდე მოიცავს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლს, რომელიც მნიშვნელოვანი არის როგორც ადამიანის ჩამთელობისათვის, ასევე წარმოებლისთვის კონკურენტუნარიანი და უვნებელი სურსათის საწარმოებლად. სურსათის უვნებლობა ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესია, იმიტომ რომ სურსათის უვნებლობა განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე არამარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობას. ეს პროექტი კი ძალიან კარგი იყო ამ როლის გათავისებისათვის, თითოეული ადამიანისათვის, მათ შორის ჩვენთვის მოსწავლეებისათვის, რომლებიც აქ მონაწილეობას ვიღებთ. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს, იმიტომ რომ გვეხმარება, რომ უკეთეს გავიაზროთ სურსათის უვნებლობის როლი ჩვენს ცხოვრებაში. ასევე ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი აქტივობა ჩავატარეთ, მათ შორის ვისწავლეთ თუ როგორ უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი, რა უნდა იყოს ეტიკეტზე მოცემული, ასევე ვისწავლეთ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შედის კონკრეტული პროდუქტი გაყიდვაში და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზაციას, სამეგრელოს ხმას, რომელმაც უფლება და საშუალება მოგცა, რომ ასეთ პროექტში ჩართულიყავით.